კი ბატონო, უპირველეს ყოვლისა მინდა მეც მივესალმო ტელემაყურებელს. პირველად ვარ თქვენს დილის გადაცემაში და რო იტყვიან კეთილი იყოს ჩემი ფეხი. დეა გუშინ გაიმართა ლელო ძლიერი საქართველოს პარტიის პოლიტიკური სათათბიროს სხდომა. ეს არის წესდებით განსაზღვრული ორგანო, სადაც მხოლოდ პოლიტსაბჭო არ შედის და სამდივნო არ შედის, არამედ შედის მთლიანი წარმომადგენლობა ადგილობრივი, ანუ რაიონული ორგანიზაციები, პლუს ამას წარმომადგენლობები საკრებულოებში და ასეთები 57 ყავს საქართველოს მასშტაბით. ბუნებრივია თემები იყო სხვადასხვა, მხოლოდ ეს განცხადება არ ყოფილა გუშინდელი შეხვედრის თემა, მათ შორის პოლიტიკური სიტუაციის შეფასება, ლელოს კონკრეტული საქმიანობები ახლო და შედარებით უფრო შორს მიმავალ გეგმებთან დაკავშირებით და ბუნებრივია რომ როცა ასეთი მასშტაბური შეხვედრა ტარდება დაახლოებით 4 თვეში 5 თვეში ერთხელ იკრიბება ამ მასშტაბის ღონისძიება. ბუნებრივია ის ჩვენი ნაფიქრალი, რომელიც განცხადების სახით წარმოვადგინეთ, გავაცანით ჩვენს აქტივს, ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს. იყო მსჯელობა, გეტყვით იმასაც, რომ იყო მსჯელობა იმ საკითხზე, მათ შორის და ესეც იყო ახლო წარსულის ერთ-ერთი ცხელი თემათაგანი, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა რომ შექმნეს ალიანსი და ლელომ მაშინ დააფიქსირა თავის პოზიცია. ბუნებრივია ამ საკითხზეც იყო საუბარი და შემდეგ ვთქვით ის სათქმელი, რომელიც კარგახანია, მოდი ასე ვთქვათ, იხარშება ლელოს წიაღში შექმნილი პრობლემიდან გამომდინარე. დავცალოთ რაღაც ეფემიზმებისგან ეს სათქმელი და აი თქვენც რომ ჩამოვაყალიბოთ რა არის ეს სათქმელი? კი ბატონო, აი ეხლა რითი განსხვავდება იმისგან რაც აქამდე იყო ნათქვამი? უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობის გამოხატვით, როგორც ეს ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ დამეთანხმები ალბათ, ეხლა 1 და 2 დღე არ ხარ პოლიტიკაში, რომ პოლიტიკოს და განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტიას სხვა ტიპის პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეს, რომელსაც სხვა საქმეც აქვს პარალელურად ამისა და აქედან გამომდინარე ჩვენ შევაფასეთ უფრო ფართოდ ის მოცემულობა, რაშიც დღეს ჩვენს ქვეყანას უწევს ცხოვრება. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენ ეს განცხადება რამოდენიმე ბლოკისგან შედგება. პირველი ეს იყო სიტუაციის შეფასება საერთოდ, ანუ ზოგად პოლიტიკური სიტუაციის შეფასება საქართველოს გარშემო. აქ არ იყო მხოლოდ ირანთან დაკავშირებით საუბარი. ეხლა უბრალოდ რუკას რო დახედოთ, ჩრდილოეთის მხრიდან უდიდესი კონფლიქტია, აგერ უკვე მეოთხე წელი მიმდინარეობს. სამხრეთის მხრიდან ახალი კონფლიქტი გაჩნდა ეხლა, მანამდე კიდევ კონფლიქტი იყო იქ ვენესუელასთან დაკავშირებით, ზოგადად მსოფლიოში არის, ასე ვთქვათ, არა მარტივი და არა მოსაწყენი სიტუაცია და ყველაფერ ამას კიდევ ემატება ის ყველაფერი, აი მოსკოვის მექანიზმი, ეუთოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ჩამოსვლა, მათი განცხადებები, თუნდაც დღევანდელი დღეს არის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტულად იყო ამ ყველაფრის შეფასება. შემდეგ ბუნებრივია გქონდა შეფასება, გვაქვს ამ განცხადებაში შეფასება უკვე საქართველოზე როგორ აისახება ეს ყველაფერი, რა საფრთხეებს ქმნის, რა რისკებს ქმნის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ იყო იმ ყველაფრის დაფიქსირება, რაც არაერთხელ თქმულა, რა მიგვაჩნია დღესდღეობით ნომერ პირველ საკითხად საქართველოში, პოლიტიკურ აქტუალურ საკითხად და ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების განთავისუფლება. განმუხტვის მექანიზმად ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა, სამართლიანი ახალი არჩევნების დანიშვნა. ბუნებრივია, როცა ამ ორს ამბობ, განსაკუთრებით მეორეს ახალ არჩევნებს, რაღაც უნდა თქვა, რატომ ახალი არჩევნები და ჩვენ ეს ვთქვით, რომ 2024 წლის არჩევნები არის გაყალბებული არჩევნები, აქედან გამომდინარე ამ გაყალბებამ გამოიწვია მთელი ეს პერიპეტიები, მათ შორის დაწყებული რუსთაველის პროსპექტიდან და მიმდინარე პროცესებიდან 470 დღეზე მეტია უკვე ეს პროტესტი მიმდინარეობს და ნუ ბოლოს თუ ხარ პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია იმის პრეტენზიას და
უნარიც უნდა გქონდეს, რომ შეთავაზო ეს ყველაფერი და ჩვენ ამ ერთ-ერთ და მე ვიტყოდი ყველაზე უფრო ეფექტურ გამოსავლად მივიჩნიეთ, ჩავთვალეთ და ამის დეკლარირება მოვახდინეთ ყოველგვარი ზედმეტი მორიდების გარეშე, რომ ყველა კრიზისი, რომელიც მიდის ესკალაციისკენ, ჭირდება გარკვეული მოგვარების გზების დანახვა და ამ თვალსაზრისით დალაპარაკება, მოლაპარაკება, თუ გნებავს ზალის პოზიციიდან ლაპარაკი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ერთის მხრივ, როგორ გითხრათ, დაუფასებელი შრომა, კრიტიკის ქარცეცხლი თუ გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები არ ყოფილა ამ შემთხვევაში ჩვენგან იგნორირებული, რომ ეს მოხდებოდა და ეს არის განცხადება, თვითონ ფორმას თუ მიაქციეთ ყურადღება, არ ქვია მიმართვა ქართულ ოცნებას, ან მიმართვა პოლიტიკურ სპექტრს, ან მიმართვა საზოგადოებას. არა, ეს არის პოზიციის დაფიქსირება და თუ დააკვირდით, ადრესატი, რა თქმა უნდა, არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, როგორც მეორე მხარე, მათ შორის არიან პოლიტიკური პარტიები, მათ შორის არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დანარჩენი უკვე გამგებმა გაიგოს. არის ეს ძალის პოზიციიდან გაკეთებული განცხადება? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ამ რეჟიმს არ გამოუხატავს არანაირი ტიპის ინტერესი იმისა, რომ ეს კრიზისი განმუხტოს. და შესაბამისად, თქვენი მხრიდან ასეთი განცხადება არის ძალის პოზიციიდან გაკეთებული. საქმე ის გახლავთ, ირაკლი, რომ ის რომ ხელისუფლებას ასეთი რამ არ გამოუხატავს, ეს მის უპასუხისმგებლობაზე მოქმედებს. და მეტყველებს, როგორც ასეთი. უპირველეს ყოვლისა მეტყველებს. იმიტომ რომ როცა ადამიანი, ახლა მათ რო კითხოთ დღეს კრიზისი არ არის, არაფერი არ ხდება, რაღაც მოდიან და მეტი არაფერი არ არის, მაგრამ ის რაც ხდება თუნდაც საქართველოსთან დამოკიდებულებაში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომ ჩვენ ფაქტიურად დამლაპარაკებელიც აღარავინ აღარ აქვს, მიმწვევზე და დამფასებელზე აღარ არის ლაპარაკი, დამლაპარაკებელიც აღარავინ აღარ ყავს, ეს ხელისუფლება ნუ ჩავთვლით, რომ ამით კომფორტშია და რო არავის არ ელაპარაკება, თითქოს არაფერი არ ხდება. მე მინდა ერთი უახლოესი წარსულის ერთი კონკრეტული მომენტი გაგახსენოთ, დაახლოებით 10 დღე 2 კვირის წინ იყო, როდესაც ქართული ოცნების ოფისში გაიმართა ეგრეთ წოდებული პოლიტსაბჭოს ხდომა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გნებავთ კომპლიმენტად მიიღეთ, 1 და 2 დღე არ ხართ პოლიტიკაში და ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ეკრანზე არ არის ხშირი მოვლენა, ხო? როცა ეს ხდება, ჩემთვის პირადად ეს არის უკვე რომ რაღაცაშია მათ თავს საქმე. აქედან სულ არაფერი თქვას, ელემენტარულად, აი რო იჯდეს რაღაც 5 ადამიანთან ერთად, ხან გაიღიმოს, ხან არ გაიღიმოს, ხან რაღაც დამრიგებლური თითქმები გააკეთოს და ასე შემდეგ, ეს არის ცხადლივ დასანახი, რომ სიტუაცია არის რთულად. ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ და წავიკითხოთ ის ყველაფერი, რაც მოხდა საქართველოსთან მიმართებაში, ეხლა მოსკოვის ეგრეთ წოდებულ მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებულ ეუთოს დელეგაციის ჩამობრძანებაში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა და სხვა შორის იმ შეხვედრაზე არაურაზროვნად იყო საუბარი გარკვეულ ურთიერთობაზე ხელისუფლებასთან. ეხლა ამას მოლაპარაკება ქვია შეთავაზებაში წერია, რომ დიალოგი არის აუცილებელი. კი. ამ სულისკვეთებიდან გამომდინარეობს თქვენი ეს მიმართვაც მათ. გარკვეულწილად, კი, გარკვეულწილად და რაც თავარია, ერთი რამ არის, ცით, მოდით ესე შევხედოთ, რა გულწრფელად, ახლა ტელემაყურებელსაც მიმართავ, რომ ბავშვი არავინ არ არის და ზუსტად ვიცოდით, რომ ამ ინიციატივას არ ექნებოდა ერთგვაროვანი გაგება. იქნებოდა საკმაოდ მძაფრი კომენტარები, მაგრამ თუ ხარ პოლიტიკაში, თუ გრძნობ პასუხისმგებლობას და თუ გინდა რომ რაღაც გადაწყვიტო, ანუ ადემბლებული ლამპარივით კი არ იყო, რომ რაღაცა მოხდება და მე მეციქავარ. უნდა აიღო ეს პასუხისმგებლობა, უნდა თქვა და რამ გაგვაკვირვა, მოდით შეფასებითი ნაწილი იყო, უცნაური და უცხო, გინდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების და გინდა საქართველოში ყოფნის, ან ის თემები იყო უცხო, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ კრიზისია საქართველოში, რომ პოლიტპატიმრები არიან უკანონო დაპატიმრებულები და გამოსაშვებია, რომ ამ ყველაფრის განმუხტვის ყველაზე ეფექტური და საჭირო გზა ეს არის სამართლიანი არჩევნი. რა იყო ამაში რაღაც ისეთი? უბრალოდ ერთი რამ იყო სიახლე, რომ
გაბედული ნაბიჯი, რომ ყველა და სხვა შორის კომენტარებშიც გაკეთდა, რომ ჩვენ თუ დავსდებით მოლაპარაკებაზე ხელისუფლებასთან, მხოლოდ ხელისუფლების გადმობარებით და ასე შემდეგ. ნუ მოდით რა რეალისტურად შევხედოთ ახლა. ხანდახან ისეთ პირობები დგება ხოლმე ცალკეული სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკოსების მხრიდან, რომ პირდაპირ უნდა დაარქვეს სახელი რა, რომ ჩაალაგოს ივანიშვილმა ჩემოდნები და აეროპორტში გავიდეს და აი მაშინ ვიტყვით. ეს ყველაფერი ხო არასერიოზული. ამას საერთოდ აი დიალოგის ნაწილში შეგვიძლია დიალოგის იდეა და ფორმატული დიალოგის რამდენიმე მცდელობა ყოფილა. რა შეეხება ბოდიში რა მთავარი დამავიწყდა, რა შეეხება მთავარი პასუხი თქვენს კითხვაზე, რომ იყო ეხლა ამის დრო არასდროს არ დადგება თუ პასუხისმგებლობა არ იქნება. უფრო და უფრო გართულდება სიტუაცია და ტვინ გაცხელებული ხელისუფლების პირობებში აი დაახლოებით კუთხეში მიმწყდეულ კატას რო გავს უკვე, იმიტომ რომ გარედან აღარავინ გელაპარაკება, ყველა თიც გიქნევს, მოდის სერიოზული პრობლემები თითოეული შენთაგანისადმი, რას მოიმოქმედებს, არავინ არ იცის ეს. აი ბატონო მამუკა, უბრალოდ ეს დიალოგის ფორმატები რამდენჯერმე არის ნაცადი ამ რეჟიმთან. ყველაზე ხმაურიანი იყო შარლ მიშელის ფორმატი, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი. და გამოცდილება არსებობს ამ გაგებით საკმაოდ მძიმე. რომ რეჟიმი ამ ტიპის ფორმატებს იყენებს იმისათვის, რომ გაწელოს დრო, მოახერხოს სიტუაციის მეტნაკლები ნორმალიზება საკუთარი თავისათვის და შემდგომ ნებისმიერ მიღწეული შეთანხმება უბრალოდ გადააგდოს. ანუ მის სიტყვას მიღწეულს ამ ტიპის დიალოგში არ აქვს ფასი, თუ ეს არ არის ძალის სხვა პოზიციონირებით მიღწეული. აი ამ მიმართულებით აი არ იქნება მეორე შარლ მიშელიო. ამაზე გითხრეს, ამაზე იყო პასუხი ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან, ხო? ხომ არ დააკლდა ამ განცხადებას მეტი აღწერა იმისა, რა უნდა იყოს ეს დიალოგი და რითი არ უნდა გავდეს წარსულში არსებულ ფორმატებს. იყო ამაზეც საუბარი, არ დაგიმალავ, ირაკლი, რომ აი მოხდა შედგა მოლაპარაკების მაგიდა, ვიღაც მონაწილეობით, ვიღაც არ მონაწილეობით და იქ რას აკეთებთ, იქ რას ვაკეთებთ, რას ვთავაზობთ, რას ვთავაზობენ და რა გამოსავალებს ვხედავთ. ის რაც ჩვენ პირველი განცხადებისთვის დავწერეთ, მიგვაჩნდა განვაცხადეთ, მიგვაჩნია რომ აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რა თემას უნდა დაუკავშირდეს აღნიშნული მოლაპარაკება. საერთოდ მოლაპარაკებას თავისი ტექნიკა აქვს. ეხლა თუ წინ და წინ განაცხადე ყველაფერი რომ ამაზე უნდა ესეთია ჩემი პოზიცია და შენი პოზიცია როგორიაო, ეს არასერიოზული დამოკიდებულება იქნება. აქედან გამომდინარე, თუ მეტი სიმკვეთრე ჭირდება თქვენთვის თუ სხვისთვის ჩვენს პოზიციონირებას, სიმკვეთრე აუცილებლად იქნება. რა უნდა იყოს გარანტია იმისა, რომ რეჟიმი ისევე არ მოიქცევა, როგორც მოიქცა შარლ მიშელის ფორმატის დროს. ნებისმიერ სხვა დროს გვახსოვს ჩამორთმეული ხელი და გადაგდებული. უპირველეს ყოვლისა შარლ მიშელთან დაკავშირებით, როცა ვსაუბრობთ, იმ პროცესთან დაკავშირებით, როცა ვსაუბრობთ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ პროცესში ოპოზიციის მოქმედება არ იყო მთლად გამართლებული. ერთსულოვანი და გამართლებული, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ იყო იქ პირობა რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, შემდეგ პარლამენტში შესვლა და შემდეგ პროცესების გაგრძელება ცალკეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა პირველი ნაწილი ჩახსნეს, ხელის მოწერასაც ქვია და პირდაპირ აღმოჩნდნენ, ასე ვთქვათ, ხელისუფლება პარლამენტში, რითიც ისარგებლა მაშინდელმა ხელისუფლებამ და სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, თქვა რომ ეს ყველაფერი ანულირებულია, იმიტომ რომ და თითი დაადო კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას. რა თქმა უნდა, ეს იყო საბაბის გამონახვა. ხო, საბაბის გამონახვა იყო, როგორც ესეთი, მაგრამ ნუ ახლა გეტყვით პირდაპირ რომ ჭკვიანი ეს ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობს და ნუ საკუთარზე სწავლა მაინც უნდა შეგეძლოს. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს ამ პროცესის როგორც შარლ მიშელი ორის მონათლა, როგორც ასეთი, აქედან გამომდინარე ჩვენ გარკვეული თადარიგები უნდა დავიჭიროს. გვაინტერესებს ელემენტარულად რომ ეს მოლაპარაკება როგორ იქნებოდა აღქმული მაინც ვიტყვი ასე პარტნიორი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ, როგორ იქნება აღქმული ხელისუფლების მიერ, როგორ იქნება აღქმული სამოქალაქო საზოგადოების მიერ, ხა მარტო სოციალური ქსელებით აქტიურობა არ არის ხო პოზიციონირება როგორც ესეთი ფართო საზოგადოებისა და ნუ მომთხოვთ ამის ეხლა დეტალიზება, ჩვენ გქონდა საუბარი იმაზე, რა შეიძლება გახდეს ლელოს პოზიცია შესაძლო მოლაპარაკების მაგიდასთან დაკავშირებით. მათ შორის ვინ შეიძლება იყოს ერთგვარად
მხარეების გარდა კიდევ იქ მონაწილე ინტერლოკატორთან დაკავშირებით ეს ვინ შეიძლება იყოს მომლაპარაკებელი ხო მათ შორის ვინ შეიძლება დაუძახოს ორივე მხარეს მოსალაპარაკებლად ამასთან დაკავშირებითაც არსებობს აი შარლ მიშელი ორი არ განმეორდებაო რომ ამბობთ არის კი შარლ მიშელი რომ ვინმე ვინცაც შეუძლია რომ ეს თავის თავზე აიღოს ეს დიდი პასუხისმგებლობა არის მგაგებით რომ აი დეტალები ეშმაკი არის დეტალებში მგაგებით ხო სიტყვის ფასი შეთანხმების ფასი ამ ყველაფერს გაცვეთილია ამ რეჟიმის პირობებში არა გეთანხმებით მოდი ანალოგიას გავაკეთებ აქ შიში მთავარია რომ აი ეს არ გამოიყენოს კვლავ ნორმალიზებაზე არ უნდა გამოვაყენებინოთ ეხლა როგორი მომენტია ეცით შარლ მიშელს რომ ცუდად მოვიხსენიებთ იმ პროცესს ეხლა იქ გარკვეული არ მეტი ეხლა დანაშაული და ბრალეულობა მაგრამ გარკვეული არასწორი ქმედებები ოპოზიციის მხრიდანაც მოყვა ამ სიტუაციას აღარ გავიხსენებ ეხლა უბრალოდ იმ პროცესს აქედან გამომდინარე აი თქვენ როგორც ერთი მოქალაქე და ერთი ჟურნალისტი თუ დაინახავთ ამ პროცესს და მისი დაზღვევის აუცილებლობებს, როგორც აქტიურად ჩართული პროცესში თქვენ უნდა თქვათ თქვენი პოზიცია. ეს ახლა პირდაპირ ეთერში იქნება თუ არა პირდაპირ ეთერში. ეს შეიძლება საქმეში ჩახედილმა ადამიანებმა უთხრას მოლაპარაკების მხარეებს. გარდა ამისა, ნებისმიერი მოლაპარაკება აღდგოს. ჯერ ეს ერთი ახლა ყველაფერს ვერ გაეკიდები და ყველას პასუხს არც უნდა გაცემე თუ მკითხავ და როგორ შეიძლება მათთან მოლაპარაკება 10,000-ობით, 100,000-ობით და მილიონობით ადამიანი იღუპება უკრაინა-რუსეთის ომში და მოლაპარაკება პარალელურად მიმდინარეობს. იქ ვენესუელაში მოლაპარაკება მიმდინარეობს. ირანსა და ისრაელს შორის გარკვეული конტაქტები და ახლა რა გახდა ისეთი რომ აქ მოლაპარაკება არ არსებობდეს, ხო? არა, მოლაპარაკების დღის წესრიგზე და პოზიციონირებაზეა. მაგრამ ნებისმიერ აი მოლაპარაკებას რაც ახლა მე ჩამოვთვალე, ყავს აი ეს რაღაც ავტორიტეტული მესამე მხარე, რომელიც გარკვეულწილად ზენს უფრო სერიოზულობას კონკრეტულ მოლაპარაკებას. ორივე მხრიდან, როგორც ასეთი. ამ თვალსაზრისით, თუ ეს და ალბათ ეს საჭიროება დადგება და დანახული იქნება, ბუნებრივია, მას შემდეგ რაც გაირკვევა მომლაპარაკებელი მხარეები, ბუნებრივია იქნება იმის განხილვაც, რომ ვინ შეიძლება იყოს მომლაპარაკებელი ორი მხარის ან მხარეების გარდა სხვა, რომელიც ამ პროცესით იქნება დაინტერესებული, როგორც ქვეყნის შიგნით ყოფი, ისე ქვეყნის გარეთ ყოფი და ასეთები ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში მადლობა ღმერთს გამოჩნდნენ და არიან, რომლებისთვისაც საქართველოში მიმდინარე პროცესები არ არის მეორე ხარისხოვანი. ბატონო მამუკა, აი თქვენ თქვით, რომ ამ ფორმატში იმშელეთ ბევრ სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც და ხომ არ იყო ეს განცხადება მათ შორის ერთგვარი ირიბი პასუხი ამ ოპოზიციური ალიანსის შექმნაზე. ერთგვარი მცდელობა ცალკე გამოცალკევებულად პოზიციონერებისა. არა, იცით რა არის ირაკლი, მე მესმის ახლა თქვენ რატომ დასვით ეს კითხვა, არ ვიტყვი იმას საით მიგყავთ და ასე შემდეგ. არა, პირდაპირ გეკითხებით, არსად არ მიყავს. არა, ხშირად არის ხოლმე პოლიტიკაში, რომ რაღაცის გადაფარვის მიზნით აქტივობას აკეთებს. არა, პოზიციონირებს, აი, ხო, გასაგებია მე. რომ ჩვენ აქ ვართ, ჩვენ იქ არ ვართ. პირდაპირ გეტყვით, რომ არა, ის რომ ჩვენ არ ვართ იქ, ეს ჩვენ ჯერ აღნიშნული ალიანსის შექმნამდე განვაცხადეთ. თარიღი მახსოვს ზუსტად, როცა პოლიციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს იყო 17 თებერვალი და გამოვაქვეყნეთ 19 თებერვალს გარკვეული დაზუსტებების შემდეგ. ალიანსი შეიქმნა 2 მარტს, თუ არ ვცდები, ხო? ანუ გარკვეული პერიოდის შემდეგ. თუმცა ვიცოდით ის კონტურები, რომ იყო გარკვეული მოლაპარაკება და ასე. ამიტომ არაფრის გადასაფარად, არაფრის საპასუხოდ იმ ალიანსთან დაკავშირებითაც მე აბსოლუტურად ჩამოყალიბებული პრაგმატული პოზიცია მაქვს ლელოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით. იცით, არის ესე რომ ესეთი კითხვებიც იყო მათ შორის ზოგიერთ ტელევიზიაში, რომ აი თქვენ ხო არ გაბრაზდით იმასთან დაკავშირებით, თქვენ ნაწყენები თუ მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ბევრი რამ შემიძლია მე ჩამოთვალო, პოლიტიკა არ არის ნაწყენობისა და გაბრაზების ადგილი. არა. წმინდა პრაგმატულად შემიძლია გითხრათ ლელოს პოზიციის თაობაზე, რომ ჩვენ ცალკე საარჩევნო სუბიექტად ხედავთ მომავალ არჩევნებში საკუთარ პარტიას, თუმცა არა მარტო. გარკვეულ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ყავს პარტნიორი მოქალაქეები ამ წუთში, რომელიც გადმოყვა, ასე ვთქვათ, იმ პროცესიდან, რაც იყო 2024 წელს. არიან კიდევ გარკვეული საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფები, რომელთან ერთადაც ჩვენ თანამშრომლობთ და მინდა გითხრათ პრაგმატული თვალსაზრისით შემდეგი რამ. უყურეთ,
დღევანდელი მდგომარეობა მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებშია გახვეული, არ არის ისეთი, რომ ოპოზიციას კრებსითად დიდი უპირატესობით ძლევა შეეძლოს ხელისუფლებისა. ადმინისტრაციული რესურსის გამო, გავლელის გამო, ფინანსური რესურსების და ბევრი რამის გამო და ეს ყველაფერი დაგვანახა თუნდაც გაყალბებულმა 24 წლის არჩევნებმა. არ იქნება ეს, რომ სიტყვაზე მოუგე რაღაც 30-ით 70 და ასე შემდეგ. ამ უპირატესობას დღეს არ ფლობს ოპოზიცია გასაგებ მიზეზს და ახსნად მიზეზთა გამო, ზოგი დასაშვებია და ზოგი დაუშვებელი და ამოცანად დგება მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს და იმედია ეს იქნება ახალი და რიგარეში არჩევნები, რომ ოპოზიციამ იაროს მინიმალური დანაკარგებით. რას გულისხმობ მინიმალურ დანაკარგებში? როდესაც მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთ სუბიექტში იკრიბება, არიან პიროვნებები ან პოლიტიკური პარტიები, რომელიც კონკრეტული ოპოზიციონერი ამომრჩევლისათვის არის იმდენად მიუღებელი, რომ მათი იქ ყოფნით კონკრეტულ სუბიექტთან დაკავშირებით არ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება. ეს დისკუსია არსებობს ყველა არჩევნების წინ და ყველა პოზიციონირებით და გასვლა, მოსვლა. აქედან გამომდინარე, ფორმულა რომ ჩვენ მინიმალური დანაკარგებით ვიაროთ იქითკენ, ერთი, მეორე, ოპოზიციონერ ამომრჩეველს მივცეთ არჩევანის საშუალება ოპოზიციურ ველზე, მესამე ყველა ამ ცენტრმა ერთი იქნება ერთი არა, ორი იქნება სამი თუ მეტი წინასწარ უნდა დაუფიქსიროს ამომრჩეველს, რომ ისინი არიან პარტნიორები პოსტსაარჩევნო მოცემულობაში და უთხრან პირდაპირ რომ ჩვენ ვართ კონკურენტები და არა მტრები და თქვენ გეძლევათ საშუალება ერთი არა, მაშინ მეორე, არც მეორე, მაშინ მესამე და ასე შემდეგ. თუ ორი რამე იქნება დაზღვეული. პირველი, ისე არ უნდა დაიქსაქსოს ოპოზიცია რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის საფრთხე შეექმნას, ერთი ეს არის და მეორე არ უნდა მოხდეს ისეთი ქმედებების ჩადენა, რომელიც შემდეგ ამ ხალხს გაუძნელებს, გაურთულებს პოსტსაარჩევნო სიტუაციაში კოალიციის შექმნის შესაძლებლობა. ერთი საკითხია კიდევ ბატონ მამუკა, გუშინ ამ შეკრებას ერქვა ლიდერთა სათათბირო. ესე ქვია წესდებით ამ ორგანოს. ხო, და ერთი ლიდერი აკვდა. მამუკა ხაზარაძის სახით. ის არ არის საქართველოს. ხო, აი რა ხდება მამუკა ხაზარაძის თავს? არ არის საქართველოს. ანუ ეს ბევრ კითხვას აჩენს. მესმის, გასაგებია. ყოველ შემთხვევაში შედარებებსაც აკეთებენ ამიტომ და ასე შემდეგ. არ შედარებ უბრალოდ ეს არის საკითხი, ეს ლელოს პოზიციონირებასთან პოზიციონირებასთან არა. ლელოს სად არის ლელო და არის თუ არა ლელო, როგორ აგრძელებს ლელო აჩენს კითხვებს. ირაკლი მოდი იმ ბევრი კითხვიდან, ბევრ კითხვას აჩენსო თქვით ახლა. ერთ ცალი მაინც მითხარით კონკრეტულად, რომ პასუხი გაგცეთ იმ აქტიურ პოლიტიკაში რჩება ლელო? რა თქმა უნდა. ვინა? ლელო და მამუკა ხაზარაძე. თუ ლელო მამუკა ხაზარაძის გარეშე. ყველაფერს ველოდები ახლა მაგითხვის გარდა. გუშინდელი დღის მერე ლელო რომ აქტიურ პოლიტიკაში რჩება, მე მგონი ლელო მამუკა ხაზარაძით. არა, როგორ გეკადრებათ. პირდაპირ გეტყვით. გუშინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, 19 თებერვლის ლელოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით, როგორც დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტისა, აბსოლუტურად მთელ ამ პროცესში მამუკა არის პირდაპირ ჩართული. გამომდინარე იმ საჭიროებიდან, რომ მისი იქ ყოფნა დღეს პირადი მომენტია და საჭიროა, უბრალოდ ფიზიკურად ის არ არის, თუმცა ახლა იგივეს ამბობდნენ ბადრიზეც და მე მგონი ახლა ბადრის გუშინდელი იქ ყოფნამ მინიმუმ ეს კითხვები მოხსნა.